თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების პროცესები გრძელდება ამ დროისთვის 5-ის ხდომა ჩანიშნული, თუმცა არ არის გამორიცხული დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პროცესი შედგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება იმ ადამიანების წინააღმდეგ აქვს დაწყებული, ვისაც ძალადობის კვალი დღემდე აღენიშნება. სხდომებს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქმეებს კი სანქცირებული მოსამართლეები განიხილავენ. ნიკა საჯაია დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესების ნაწილს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არის ამერიკის, ჰოლანდიის, ესტონეთისა და დანიის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ნინო ენუქიძის პროცესებზე ეს არის ავთანდილ კუჭავას პროცესი იყო, რომლის განხილვაც 15 იანვრამდე გადაიდო, სწორედ კუჭავას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ავთანდილ კუჭავას დაკავება მოხდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, როგორც კუჭავა ამბობს, მას შემდგომ, როდესაც რობოკოპებმა დააკავეს და ის გადაიყვანეს პარლამენტის შენობის უკან, მას რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. თავის მხრივ ის ამბობს, რომ მეგობრის სამოსაყვანეთ იმყოფებოდა აქციაზე, მის მეგობარსაც გაუსწორდნენ, მას მრავლობითი დაზიანება აქვს, რომელიც ასე ვთქვათ, სამედიცინო ექსპერტიზით არის უკვე დადასტურებული, მას ამ დრომდე წოლითი რეჟიმი აქვს და კუჭავამ სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა ვერც სასამართლოს ხდომაზე მოსვლა. ამავდროულად იმდენად მძიმე არის ის დაზიანებები, რომელიც მას ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მიაყენეს, რომ ის არც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაუყვანიათ, დაკავების შემდგომ პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, ვინაიდან აღენიშნებოდა პირღებინება, გონების დაკარგვა და ასე ვთქვათ, აღენიშნება ასევე ღია დაზიანებებით და უკვე კრიმინალურმა პოლიციამ გადაიყვანა ის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. სწორედ ეს იყო საფუძველი მოსამართლისა, რომელმაც დღეს მხოლოდ შუამდგომლობები მოისმინა და განუმარტა კუჭავას, რომ როდესაც ის შეძლებს მოსვლა სასამართლო პროცესში, ამის შემდგომ განახდება პროცესი და დასახელებულია 15 იანვარი, ვინაიდან ექიმების მკაცრი რეკომენდაცია არის გამოწერილი, რომ ის ბინაზე მკურნალობას გააგრძელებს უკვე 5 კვირის განმავლობაში. თავის მხრივ უფლების დარღვევაზე საუბრობს მისი იურისტიც, რომელიც აცხადებს, რომ სისასტიკეს, ასე ვთქვათ, სანიმუშო მაგალითია კონკრეტულად ეს საქმეც, რომელთან დაკავშირებითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის ძალოვანი, ვინც უკვე დაკავებულ სასტიკად უსწორდებოდა. მისულები ვართ 28 წუთზე, 00:00 და 28 წუთზე და 2 წუთზე უკვე ნაცემები ვართ და უკვე გაფორმებულები ვართ დაკავებულებად. ანუ ფიზიკურად ვერც კი მივედით თუ არა სკოლები, ნაკირავების სკოლები დავაყენეს და ყველაფერი ჩანს, რომელსაც მივედით. მივედით უკვე ქაშვეთთან ხალხის მასამ რომ მოძრაობა დაიწყო. გადავედით გიმნაზიისკენ. და გიმნაზიისკენ რომ გადავედით უკვე ფაქტობრივად 1 წუთიც არ იყო გასული, ან 2 წუთი იყო, რომ გამოვარდო მობილური გამომართვეს ხელიდან. მე რომ ამ მობილურს რო არ ვაძლევდი, ამის გამო დამიწყეს მეცემა. თორე იქამდე მე ხელი არ მომხვედრია არავისგან. მე ერთხელ გავითიშე, მე თვალი რო გავახილე, ვიღაც მეფარებოდა ზემიდან, მაგროს დავინახე წინ როგორ მოდიოდა ჩემსკენ ფეხი რა, ანუ აი ეს რაღაცები რო აცვიათ ხოლმე რეზინის ბატინკები, აი ეგეთი ბატინკი მოდიოდა ჩემი სახისკენ. მაგროს მეორეჯერ გავითიშე, მესამეჯერ რო გავახილე, თვალი უკვე ხელფერს ვეღარ ვგრძნობდი, საუბრის უნარი მქონდა დაკარგული. ანუ ვერ ვსაუბრობდი, საერთოდ სიტყვას ასოსაც ვერ ვამბობდი, მაგროს მინდოდა რაღაცა მithkom, მაგრამ ვერ ვამბობდი. თავბრუ მეხვეოდა, ისე რომ ტრიალებდა აბსოლუტურად ყველაფერი და ვერ ვინძრეოდი ზოგადად, ანუ გრძნობელობა მქონდა დაკარგული. ჯებირთან ვიყავი მიგდებული. და ჯებირთან რო ვიყავი მიგდებული, მაგდროს კიდევ ვიღაცა იმან სპეცრაზმელმა წიფლი დამამატა სახეში და მეორე სპეცრაზმელმა მომტეხა ზედამხრის მოტეხილობა. პირი, რომელიც ინტერესებსაც დღეს აიაცავს, არის ავთანდილ კუჭავა. ეს არის ერთ-ერთი პირი, რომელიც 30 ნოემბერს დააკავეს და რომელთა მიმართებითაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის გადამეტებას, ფიზიკური ძალადობის შემთხვევას. მის მიმართ განხორციელებული ეს სემის ეპიზოდი იმდენად მძიმე იყო, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი იზოლატორში გადაყვანის შესაძლებლობა, შესაბამისად განყოფილებიდან ის მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში. დაზიანებები
მშენებლობები მას ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, ჰქონდა წინა მხრით ზმის მოტეხილობა და სხვა ამგვარი ტიპის დაზიანებები. ამ ეტაპზეც აქვს სწოლითი რეჟიმი, მოსვენებითი მდგომარეობა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა მას ამ ეტაპზე ექიმის მითითებით ისევ არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავთანდილს ედავება კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ჩვენ ბუნებრივია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პოზიციას არ ვიზიარებთ. ავთანდილის მხრიდან არავითარ აგრესიას ან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია. კიდევ ერთი საქმე, რომელიც სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქუძემ განიხილა, ეს არის 17 წლის ბრალდებულის საკითხი, რომელიც დააკავა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლება. დღეს ადვოკატმა გააკეთა მხოლოდ კომენტარი და ამბობს, რომ საქმეში დევს მხოლოდ მოწმე დამკავებელი პოლიციელების ჩვენება, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება და არის ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგალითად, პოლიციელები სწორად ვერ უთითებენ ადვოკატის ინფორმაციით დაკავების ადგილს. ვინაიდან ერთი ამბობს, რომ დაკავება მოხდა მეტრო რუსთაველთან, მეორე კი მიანიშნებს, რომ დაკავება მოხდა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავდროულად ადვოკატი საუბრობს, რომ ამ საქმეშიც არ არის წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერი, ან თქვათ რომელიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, ან კერძო ობიექტის, ან ქუჩის კამერიდან, სადაც რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ იქნებოდა უთხოვარი მტკიცებულება. შესაბამისად, დღეს ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მან წარადგინოს ეს მტკიცებულებები და შესაბამის კერძო დაწესებულებას მოთხოვოს უკვე ვიდეო ჩანაწერის ამოღება, რომელსაც საქმის მტკიცებულებად დაურთავს. ეს შუამდგომლობა ენუქიძემ დააკმაყოფილა და ახლა უკვე ადვოკატზეა დამოკიდებული, როდის წარმოადგენს და თუ კი მისცემენ კერძო ობიექტები მას სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს. თავად ამ საქმეშიც არასრულწლოვანზეც, რომლის ვინაობას მის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, ადვოკატი ამბობს, რომ მასაც აღენიშნება ფიზიკური დაზიანება, რომელიც ამ შემთხვევაში მისივე მტკიცებით მიაყენა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა. ადვოკატი ამბობს, რომ მიმართეს ამ საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ვინაიდან პოლიციელს, რომელიც 17 წლის პირს დაკავების შემდგომ ფიზიკურად უსწორდებოდა, მისი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, რადგან მას ნიღაბი ამ შემთხვევაში არ ეკეთა. განიხილება არასრულწლოვანი საქმე, დაკავებული იქნა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ და პოლიცია ედავება არასრულწლოვანს, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომლის მიერ მიცემული ჩვენება გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან არის წინააღმდეგობრივი, არ არის თანმიმდევრული, არ ასახავს რეალურად მიმდინარე მოვლენებს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადად აღწერილი გარემოებები თუ რა მოხდა იქ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია იმ ინფორმაციასთან, რასაც მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მაწვდის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირველივე კონსულტაციის ფარგლებში მომაწვდა ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაკავების შემდგომ მოხდა ეს ყველაფერი პოლიციის მანქანაში. ვინაიდან ეს არის ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა უწყების იურისტები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად მათი პოზიციის დაფიქსირებას ვერ ვახერხებთ, ისევე როგორც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და არ არსებობს პასუხები. რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, 5-ზე მეტი საქმეა უკვე ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში, თუმცა 15 საათიდან არის მოლოდინი, რომ ცალკე წარმოება ჩემოვა საქმეები, რომელსაც აწარმოებს კრიმინალური პოლიცია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მათი რაოდენობა, მათ შორის მოლოდინის რეჟიმში არიან უფლებადამცველებიც. ნიკა საჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოდან.